მოგესალმებით. ახლა ზუსტად დილის 8 საათია. ჩვენ ვართ ნილო არენაზე და სანამ აი ამ ტრეკს წაეკიდება ცეცხლი, მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის ჯორჯიან პეტროლჰედის რალი სპრინტის მეორე სტეიჯი და სულ მალე გამოვლინდებიან გამარჯვებულები. რალი სპრინტი ზოგადად მოდის კლასიკური რალისგან, ის წარმოიშვა 70-ან 80-ან წლებში და მიზანი იყო მარტივი, რომ ავტოსპორტი გამხდარიყო უფრო ხელმისაწვდომი და სანახაობრივი. ასე გაჩნდა რბოლები ერთ ლოკაციაზე. აქ პილოტს არ აქვს ასეულობით კილომეტრი შეცდომების გამოსასწორებლად. პილოტი პირველივე მეტრიდან ფინიშამდე არის ლიმიტზე და სწორედ ეს არის რალი სპრინტის მთავარი იდეა და სიმარტივე. ჩვენი წლიური ჩემპიონატი 4 ეტაპისგან შედგება, როგორც გითხარით, დღეს არის მეორე სტეიჯი და ეს ის მომენტია, როცა პილოტები უკვე ძალიან კარგად იცნობენ საკუთარ შესაძლებლობებს, თუმცა ქულების დაგროვება ჯერჯერობით ისევ ძალიან რთულია. დღევანდელი დღე საკმაოდ ბევრ რამეს განსაზღვრავს საბოლოო შედეგებისთვის. როგორც მრბოლელი იმედგაცრუებული ვარ დღეს აბსოლუტურად რო არ ველოდებოდი ისეთი რაღაც მოხდა დილით ავტოდრომზე შემოვედი უბრალოდ გზას ვამოწმებდი რა ხდებოდა და ერთი დიდი ქვა ეგდო ტრეკზე ერთადერთი და იმ ქვას შუაში გადავუარე და ჩემი ავტომობილის კარტერი გატყდა სამწუხაროდ ზეთი დაიღვარა და გამოვეთში ასპარეზობას მაინც გამოდივარ სხვა ავტომობილით რა თქმა უნდა ჩათვლა სხვა კლასში მაგ მანქანა ამ შეჯიბრისთვის, ამ სპრინტისთვის საკმაოდ კარგად მომამზადე, ახალი საბურავები დავაყენე და თვითონ მანქანა ისე არის მზად, როგორც არასდროს და ნახოთ რა იქნება ამ სპრინტში. მე მეორე ეტაპზე შევუერთდი ახლა ამ სკაუსი ტიპის შეჯიბრებებს. პირველზე სამწუხაროდ ვერ მოვასწარი მანქანას ვამზადებდი. მომავალ კვირას გვაქვს პროფესიონალების შეჯიბრი და ძალიან კარგი შესახურებელი და კარგი სავარჯიშო გზა არის და ეტაპი.
მანქანას აქვს 1020 ცხენის ძალა. კარგად დადის, ესე ვთქვა, ცოტა მუხრუჭის პრობლემა აქვს, მალე ცხელდება და მაგას გამოვასწორებ. ჩემი გეგმები არა სუფთად ვიარო და მაქსიმალურ ზღვარზე არ დაუშვა არანაირი შეცდომა, იმიტომ რომ ზედაკლასში ძალიან ახლო დროებია. რა მოუვიდა მირიან? უკანა გიტარა გაწვა. ჩასრეს კეთუ თავისით. რა ვიცი, რა დროს გატყდა არ ვიცი, ჩასრესკვის დროს გატყდა თუ ისე არ ვიცი, მაგრამ ნუ კარგად არ მოვპრობივა. რა გიტარას ვერ დავაკრავეთ. დღეს ბალეტში ყავთ გიორგი ხეცორიან. გულშემატკივრად გიორგის რა გაიგრძელოს. ეძგიოს გულშემატკივარია და ძალიან მაგარი ღონისძიება. იმედია ხშირად ჩატარდება ხოლმე. ჩემი გეგმები იყო სამეულში მოვხედრილიყავი, მაგრამ ცოტა პრობლემები შემექმნა, ABS-ი გამეთიშა, ლოცურება. მაინც უტევდა, იმედია რომ ყველაფერი კარგად დასრულდება, სამეულში მოვხდები.
მოკლედ ყველა ბოლები დარწმუნებული ვარ დიდ სიამოვნებას იღებს ამ ყველაფერში. არ ვიცი. ძალიან ემოციური კადრებია. თავარი შეცდომა არ დაუშვა და ის დრო სტაბილურად რაც ჰქონდა წინა გარბენზე ის დრო შევინარჩუნო რა ვიცი თუ გავაუმჯობესებ კარგი იქნება მაგრამ რადგან სლიკებია და არ გაცხელდება ფრთხილად ვნავია რომ არ მომიწყდეს პირველ ორ მოსახვევში ალბათ რა კარგია, თავარია ვერთობით და ყველა თავარი ეგ არის სიამოვნებას ვიღებს, რაც ჩვენი დღე გამოვიდა. პირველი გარბენი არის ახლა ამ ახალი მანქანით. ჯერ ტესტირების პროცესშია. ძალიან მაგარი სამართავია, კარგად მოყვება. კაი მორგება მინდა, ცოტა მიჩვევა მინდა, ცოტა პატარა ცხენებსაც მოუმატებთ, დავამჩატებთ და მერე უკვე ვნახოთ როგორი შედეგი ექნება. გამოდივარ Mitsubishi Mirage-ით 175 ცხენი ზალა აქვს 1 და 6-ია. წინარ ბოლაზე მე 2 ადგილი დავიკავე და დღეს ვცდილობ რომ კიდევ პოდიუმზე ავიდე. შედეგები კარგი გვაქვს და რა ვიცი, მანქანა მიწევს წინ.
საკმაოდ რთული დღე იყო დღეს, რა ვიცი, ბევრი ინციდენტი მოხდა, მაგრამ დავასრულეთ. დასკვნით ეტაპზე ვართ, მეოთხე გარბენიც ყველამ დაასრულა. რამდენიმე მონაწილის გარდა ზოგს მუხრუჭის შლანგი გაუწყდა, ზოგმა ზეთი დაღვარა, ზოგმა ჟიტკოსი დაღვარა, მაგრამ მივედით და ეხლა აი საბოლოო არის. ჯერ არ ვიცით ვინ გაიმარჯვა და აი შეაჯამებს ჩვენი მატიცემული თამარი თავის პროგრამაში და რამდენიმე წამში გვექნება წუთში უბრალოდ დაჯილდოვება და ნახოთ გავიგებთ ვინ გახდა ჯორჯიან პეტროხედების რალი სპრინტის მეორე ეტაპის გამარჯვებული. გამარჯვებულები სხვადასხვა კლასებში.